გუგა ეს წუთია ეს ინფორმაცია მივიღეთ, რომ თინა ხიდაშვილთან შევიდა სატელეფონო ზარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ის დაიბარეს გამოკითხვაზე, რაზეც თავდაცვის ექს-მინისტრმა უარი განაცხადა და ის არის მზად რომ უპასუხოს სუსის გამომძიებლების შეკითხვებს მხოლოდ და მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. ახლა უკვე ის ელოდება სატელეფონო ზარს სასამართლოდან და მზად არის მივიდეს გამოსაკითხად. ასევე სატელეფონო კომუნიკაცია სუსიდან შედგა გუბა სანიკიძესთანაც ის დაიბარეს გამოსაკითხად ეგრეთ წოდებულ მოდულის შენობაში, თუმცა გუბა სანიკიძემაც იქ მის ყველაზე უარი განაცხადა და ამბობს, რომ მზად არის მივიდეს სასამართლოში და უპასუხოს შეკითხვებს. ისინი საჯარო განცხადებებისგან ორივე მათგანი ჯერჯერობით იკავებენ თავს გამომდინარე იქიდან, რომ არიციან რასთან დაკავშირებით არიან დაბარებულები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, რატომ დაინტერესდა მათი სუსი. გუბა სანიკიძე მის დაბარებას უკავშირებს ერთ-ერთ მედია საშუალებაში ირანზე გამოთქმულ მოსაზრებას, თუმცა ეს არის ვარაუდი, მას უფრო მეტი ეცოდინება, ბუნებრივია მას შემდეგ, რაც შედგება უკვე გამოკითხვა და მოისმენს კითხვებს, რომელსაც სუსის გამომძიებლები სასამართლოში დაუსვამენ მათ. გიორგი კანდელაკთან დაკავშირებით არსებობს ასევე ვარაუდი იმისა, რომ ისიც მივა სავარაუდოდ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, თუმცა ის ამ დრომდე ჯერჯერობით კომუნიკაციაზე არ გამოჩნდა. სახელმწიფო სამსახურმა ჯერ კიდევ დილას მოგვაწოდა ინფორმაცია ოფიციალური განცხადება, სადაც მან დაანონსა, რომ დაინტერესდნენ ყველა იმ პირის საჯარო განცხადებებით, რომელმაც გარკვეული მოსაზრება დააფიქსირა ირანთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება და არ გამორიცხეს, რომ გამოსაკითხად დაიბარონ ბევრი პირი, მათ შორის პოლიტიკოსები და მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც საგარეო ურთიერთობების კუთხით აკეთებენ საჯარო განცხადებებს. ობედურება არის ამ შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ქალაქის მერის მოწოდებაზე იწყება სუსში გამოძიება, როდესაც ცალსახად იკვეთება პარტიული და პოლიტიკური დღის წესრიგი და ვითარებაში, როდესაც ბაქო ღიად აცხადებს, რომ მან აღკვეთა ტერორისტული თავდასხმა მილსადენებს, სტრატეგიულ მილსადენებზე, რომელიც მათ შორის საქართველოს გავლით უკავშირდება დასავლეთს და მაშინ, როდესაც სუსი არ ეუბნება საკუთარ მოქალაქეებს, რომ მუშაობს თავის კოლეგებთან ერთად უსაფრთხოების დასაცავად, მათ შორის სტრატეგიული მილსადენის, არამედ ნადირობს იმ პირებზე, რომლებიც საუბრობენ გამოწვევებზე და დაბარებას აქვს ადგილი მათზე, მე ვფიქრობ, აჩვენებს იმ პოლიტიზაციას სუსის, რომელიც დამაზიანებელია ამ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის დამატებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამ გამოკითხვაზე მივლენ, თუმცა ეს არ ცვლის მოცემულობას იმ გამოწვევის, რომელიც არა მხოლოდ ზოგადად გეოპოლიტიკურ გამოწვევებს უკავშირდება, არამედ ეროვნული უსაფრთხოების სისტემის მოშლას და პოლიტიზაციას. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ იმ ადამიანების სუსში გამოკითხვაზე დააბარება, რომლებმაც საჯაროდ ისაუბრეს ქართულ-ირანულ კავშირებზე, მათი დაბარება ემსახურება სწორედ მათ გაჩუმების მცდელობას და დაშინებას, სხვა ახსნას უბრალოდ ვერ უყოვლობენ პოლიტიკოსები და ერთი მიგნება პოლიტიკოსების არის ის, რომ კალაძის მიერ ორჯერ საჯაროდ გაკეთებული განცხადების შემდეგ ხდება ის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იწყება გამოძიება ამ ადამიანების წინააღმდეგ. გუშინ გააკეთა ბოლოს კალაძემ კომენტარი მედია საშუალებებთან და მან მოუწოდა შესაბამის უწყებებს, რომ დაინტერესებული იყვნენ ყველა იმ პირით, რომლებიც საჯაროდ აკეთებდა ირანზე განცხადებებს. ამის შემდეგ ჩვენ ვიხილეთ სუსის ოფიციალური ინფორმაცია, რომელმაც არ დააკონკრეტა, ვის დაიბარებენ კონკრეტულად, რომ ვისით დაინტერესდნენ ისინი, თუმცა დაანონსა, რომ დაიბარებენ ყველა იმ პირს, რომელიც საუბრობს საჯაროდ საქართველო-ირანის კავშირებზე და რას იკვლევს სუსი, ეს არის მთავარი, ისინი იკვლევენ мотивაციას და მიზანს იმ ადამიანების, რომლებიც საჯაროდ საუბრობენ უბრალოდ ამ ყველაფერთან დაკავშირებით.